ეთერში ახალი აქვს სტუდიაში თინა ბეგიაშვილი მუშაობს. გამარჯობა. ფინანსთა სამინისტროში ამ წუთებში ბრიფინგი იმართება, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი. ვიცით, გამდგომარეობა ძლიერი ქარის გამო გარკვეული პრობლემები შეიქმნა ქვეყანაში, განსაკუთრებით რეგიონებში. მინდა მოგახსენოთ, რომ შტაბს უხელმძღვანელებ მე პირადად. შტაბში იქნებიან გაწევრიანებულები ფინანსთა მინისტრი ბატონი ნოდარ ხადური, ასევე იქნება ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი ბატონი დავით ნარმანია, ჯანდაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. თუ რაიმე გარკვეული პრობლემები შეიქმნება დამატებით, ჩვენ მზად ვართ ყველანაირად ხარში ამოვდგეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მე მინდა მოგახსენოთ, თუ რა პრობლემები შეიქმნა ენერგეტიკის კუთხით ქვეყანაში. გათიშული იყო და დღესდღეობისად ჯერჯერობითაც გარკვეული პრობლემები არის 100,000-მდე აბონენტი. აქედან 60,000 იყო ენერგოფროს აბონენტები, 30,000 შიდა ქართლი, 30,000 იყო ასევე დასავლეთის მიმართულებით. კახეთის რეგიონს ჰქონდა პრობლემები, 17,000 აბონენტი იყო გათიშული. თბილისის დედაქალაქის რაიონებსაც ჰქონდათ გარკვეული პრობლემები, მაგრამ თბილისში ამ მხრივ ყველანაირი პრობლემა აღმოფხვრილია და ელექტროენერგია ნორმალურად მიეწოდება ქვეყნის მოსახლეობას. რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს ელექტროენერგიის გათიშვის კუთხით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ის ბოლომდე გარკვეული აბონენტების რაოდენობა იქნება ჩართული, მაგრამ აქაც გვაქვს პრობლემები, იმიტომ რომ ისევ ძლიერი ქარია და სამუშაოების შესრულება ვერ ხერხდება. თუ ქარის სიმძლავრე დაიწევს, დარწმუნებული ვარ, ხვალ საღამომდე საქართველოს მასშტაბით ყველა აბონენტი იქნება აღდგენილი და ყველას მიეწოდება ელექტროენერგია. მე მინდა ბატონ დავითს გადავწე სიტყვა და მოგვახსენოს თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში. მოგესალმებით, გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია და პერიოდულად განახლებადი ინფორმაცია რეგიონებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშია ყველაზე დიდი ზიანი ამ ეტაპისთვის, რაც ძლიერი ქარის და შემდგომ შტორმის შედეგად არის გამოწვეული. ეს არის 150-ზე მეტი დაზიანებული სახლის სახურავი, მათ შორის 100 ხილვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 20 ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. დაზიანებულია რამდენიმე სკოლის სახურავი ასევე. ქობულეთში თამარნების ქუჩაზე 150 მეტრი ჩამოინგრა, მთლიანად ნაპირი და სერიოზული პრობლემებია ნაპირდაცვასთან დაკავშირებით. დაზიანდა ასევე გარეგანათების მოწყობილობები. ოზურგეთში ურეკის ტერიტორიაზეა ასევე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პრობლემა ნაპირდაცვასთან დაკავშირებით. გაიტაცა წყალმა 3 ნავი. ოზურგეთის ტერიტორიაზე ასევე დაზიანდა 4 სკოლის სახურავი, 1 ადმინისტრაციული შენობის სახურავი და 90 ინდივიდუალური სახლის სახურავი. გორის ტერიტორიაზე 20-ზე მეტი მრავალსართულიანი კორპუსის სახურავია დაზიანებული. მე თვითონ ვიმყოფებოდი გორში, სადაც ადგილზე ვნახე არსებული მდგომარეობა. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ავსახლების დიდი ნაწილი 2012 წელს წინასაარჩევნოდ არის გაკეთებული და გადახურული და არის უხარისხოდ გაკეთებული. აქედან გამომდინარე პრობლემა დიდწილად ამით არის გამოწვეული. ქარმა გადმოაგდო სახურავი, რომელიც დაეცა გორში ავტომანქანას, თუმცა საბედნიეროდ მძღოლი, რომელიც ამ ავტომანქანაში იჯდა, გადარჩა, მას მცირედი დაზიანებები აქვს და აღმოუჩინეს ჰოსპიტალში შესაბამისი მკურნალობა. თბილისის ტერიტორიაზე ასევე 60-ზე მეტი სახლია დაზიანებული, ძირითადად აულაბრის ტერიტორიაზე. ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობებიდან პერიოდულად ვიღებთ ინფორმაციას, ამიტომ მოქალაქეებს, რომელთაც დაუზიანდათ სახლის სახურავები ან სხვა რაიმე სახის ზიანი მიიღეს, მათ პირველ რიგში უნდა მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომ თვითმმართველობის ორგანოებმა აღრიცხონ ეს ინფორმაცია და მათი მეშვეობით მოეწოდება ჩვენ და ჩვენ საქმეში მოქმედებს ცხელი ხაზი. ეს არის
2-51-07-74, ანუ 2-51-07-74, სადაც ასევე მოქალაქეებს შეუძლიათ დაარეკონ და მოგვაწოდონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ სად რა მდგომარეობა. ეს ხელხაზი იმუშავებს 24 საათის განმავლობაში. ამიტომ პირველ რიგში მოქალაქეებმა მიაწოდონ უნდა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომ მათ მოახდინონ ამ ინფორმაციის დაყოფა, დაფილტრა და შესაბამისად უკვე ადგილობრივ თვითმმართველობებში შექმნილი შეფასების კომისიები უახლოეს 2-3 დღეში ჯამურად დაითვლიან ზიანის მოცულობას და წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია შტაბში. მოგესალმებით. პირველი ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური სისტემა არის გამართული. ჩვენ გვაქვს რესურსები იმისათვის, რათა შტაბი როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებს და საშუალება მოგვეცემა უკვე ამინდი გამოსწორდება, დავიწყოთ დაფინანსება იმ პროექტების, ეს იქნება ნაპირსამაგრის სამუშაოები აჭარასა და გურიაში, თუ ეს იქნება ის ზიანი, რომელიც მოსახლეობამ ან და ინფრასტრუქტურამ მიიღო. ამ თვალსაზრისით ხვალდილიდან უკვე დავიწყებთ აქტიურ მუშაობას. მე ვთხოვ საბანკო დაწესებულებებს ასევე გააქტიურდნენ, რათა არანაირი შეფერხება არ იყოს ფინანსური რესურსების მობილიზაციის თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ისევე როგორც მთელი მთავრობა მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს პროცესის სწორებაში. მოგესალმებით, მე მოკლედ მოგახსენეთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის მაქსიმალურ მზადყოფნაში იმისათვის, რათა შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში მოხდეს აქტიური ჩართვა სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის მაქსიმალურად დროულად და ეფექტიანად გადაჭრისათვის, როგორც დასავლეთი, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით. ჩვენ შეიძლება გარდა ამისა მოსახლეობას მინდა ვთხოვო, რომ აქტიურად გამოიყენოს 112 ტელეფონი, შინაგან საქმეთა სამინისტრის მოადგილე ბრძანდება ჩვენთან ერთად და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციასაც მიაწვდის შესაბამის სამინისტროებს, ეს იქნება ჯანდაცვის სამინისტრო იმ შემთხვევაში თუ ადამიანების ჯანმრთელობასთან გვაქვს საქმე და იქნება ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ბატონ დავიცაც ხოლმე მოგესალმებით, მინდა მოგახსენოთ, რომ ჯანდაცვითი სისტემა მუშაობს გამართულად. შეფერხება ასეთი მხრიდან არ ყოფილა გაზრდილი მომართვიანობა, ასე რომ ყველა სამსახური მუშაობს გამართულად, რეზერვები საკმარისია და მზად ვართ იმისათვის, რომ ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდეთ. მადლობთ. პირდაპირ ეთერში ჩვენ შემოგთავაზებთ ბრიფინგი, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა. ხალაჩაურის რაიონში ერთი წრის გოგიტა აბაშიძის შიმშილით გარდაცვალება დღეს თბილისში მეტროს სადგურ რუსთაველთან გააპროტესტეს. მოგვიანებით აქციის მონაწილეები მსრელობით საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ დაიზრნენ, სადაც თავიანთი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჩვენი კორესპონდენტი ნუცა აბაშიძე იმყოფება, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ნუცა გისმენთ. აქცია საზოგადოებრივი მაუწყებელთან რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. აქ დილიდან შეკრებილები იყვნენ სოციალურად დაუცველები და ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო დროის დათმობას ითხოვდნენ, რათა პირდაპირ ეთერში მათ თავიანთ პრობლემებზე ესაუბრათ. აქციის პარალელურად გაიმართა შეხვედრა არხის თანამშრომლებსა და სოციალურად დაუცველებს შორის, თუმცა ამ შეხვედრაზე შეთანხმება ვერ მიაღწიეს, ხოლო შემდეგ უკვე რამდენიმე საათის წინ გაიმართა შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესა და სოციალურად დაუცველების წარმომადგენლებს შორის, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვირის დასაწყისში მომზადდება თოქ-შოუ სოციალურად დაუცველების პრობლემებთან დაკავშირებით, ხოლო დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაიწყება სრულიად ახალი გადაცემა, რომელიც იქნება მიძღვნილი სოციალურად დაუცველების პრობლემებს.
Ჩვენ შეხვედრა გქონდა წარმომადგენლობასთან, რადგან მოლაპარაკება გაიმართა იმაზე, რომ უნდა შეიქმნა სპეციალური ток-შოუ, რომელიც განეხილავს სოციალურ დაუცველების პრობლემებს. ეს იქნება თვეში ერთხელ თუ ორ კვირაში ერთხელ და იქ მოწვეული იქნება სპეციალისტები, ის ადამიანები და ის კომპეტენტური პირები, რომლებსაც ეს პრობლემა ეხება და მათ შორის ჩვენც. თუ ეს ток-შოუები არ გაკეთდება და არ შეიქმნება, მიუმართავთ ისე ვიგივე გზას, რაზეც დღეს გვაქვს. საზოგადოებრივი მაუწყებელი უახლოეს დღეებში დაუთმობს ერთ-ერთ ток-შოუში მათ პრობლემების გაშუქებას, თავის ეთერს და ჩვენ ისედაც გეგმავდით კვირეულ დაახლოებით ერთი თვეში დაიწყება სწორედ სოციალურ პრობლემებზე ток-შოუ, ტენდერებიც გამოცხადებულია და ყველაფერი. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია დღეს 2 საათზე რუსთაველის მეტროსთან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა შემდგომ მსვლელობით საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადმოინაცვლეს. მთელი დღის განმავლობაში მათ სწორედ ეს მოთხოვნა ჰქონდათ, რომ მათთვის დაეთმოთ პირდაპირ ეთერი, ხოლო შეთანხმების შემდეგ ისინი დაიშალნენ. უფრო დეტალურად მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით 9 საათზე დღის მთავარ გამოშვებაში შეითხოვთ. პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ნუცა აბაშიძე გვერდებოდა. მადლობა ნუცა. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია დღეს თბილისში მეტროსადგურ რუსთაველთან დაიწყო. აქციაში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ გაჭირებულ ოჯახებსა და ბავშვებს. მოგვიანებით აქციის მონაწილეები მსვლელობით საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ დაიძრნენ, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან საეთერო დრო მოითხოვეს აღნიშნული პრობლემის გასაშუქებლად. საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელთან ხმაური უმცირესობის წევრის გიგი წერეთლის გამოჩენამ გამოიწვია. ერთი უპირველესად ძალიან მძიმეა ყველა ესეთი ფაქტი, მაგრამ როგორც იყო განცხადებული კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის რა გახდა თქვათ ამ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ ეს ბავშვი იყო უკიდურეს სიღარიბეში და ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი და ამას ყველა უნდა მიაქციოს მაქსიმალურ ყურადღება უპირველეს ყოვლისა ბუნებრივია ხელისუფლებამ. წინა პერიოდში ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი ღარიბი ადამიანები იღებდნენ გარკვეულ დახმარებას, ეს არ იყო საკმარისი და დღეს ალბათ მეტი უნდა გაკეთდეს. საქართველოს პრეზიდენტმა ხელვაჩაურის რაიონში დაღუპული ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მომხდარი კარგად შესასწავლია და მას ყველა კარგად უნდა დაუფიქრდეს. 21 საუკუნეში შიმშილით არავინ დაკვდებოდეს. საქართველოში იმის საშუალება მაინც არის, რომ შიმშილით სიკვდილის პრობლემა არ იდგეს, აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. რისკერაც მინდა მოუწოდო მთავრობის მინისტრებს. არის ზუსტად ის რისკერაც ყოველთვის მოუწოდებდი, მათ შორის წინა მთავრობის ყველა დონის თანამშრომლებს და ხელმძღვანელებს. ნუ ის ხდებით კაბინეტებში. გამოდით და თქვენ თვითონ იარეთ ოჯახ-ოჯახ, შეისწავლეთ გაჭირებულების პრობლემები. ნუ დავადანაშაულეთ მათ, რომ იქ ვიღაც საბუთი ვერ მოაგროვა, რაღაცა ვერ გააკეთა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ, ჩვენ უნდა აუხსნათ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა შევძლოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მომავალში ასეთი რამე მაინც აღარასდროს განმეორდეს. 21 საუკუნეში არავინ არ უნდა კვდებოდეს შიმშილით, მით უმეტეს თუნდაც ჯერ კიდევ არ გამდიდრებულ საქართველოში, მაგრამ საქართველოში სადაც ამის საშუალება მაინც არის, რომ შიმშილით სიკვდილის პრობლემა არ იდგეს. გორში კომბინატის დასახლებაში ძლიერმა ქარმა 5 სართულიან კორპუს თუნუქის სახურავი გადახადა, რომელიც მოძრავ მერსედესის მარკის ავტომობილს დაეცა. მომხდარის შედეგად ავტომობილის მძღოლმა ალექსი ამირიძემ სახისა და თავის არეში მსუბუქი დაზიანებები მიიღო. კორპუსში მცხოვრებთა თქმით, სახურავი ყოფილმა ხელისუფლებამ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე გადახურა. ამ დროისთვის კორპუსში მცხოვრების 60-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ძლიერმა ქარმა სახურავი სტალინის სახლის წინ მდებარე საცხოვრებელ კორპუსაც გადახადა, რომელიც მუზეუმის ტერიტორიაზე დაეცა. შემთხვევის დროს მუზეუმში ირანელთა 20 კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. ძლიერი ხარი გროდა და სახურავი გადაგვიხადა კორპუსს.
რა მოძრავი მანქანა იყო და DZD-ცა ძღოლის სულკათ არის ტრავირებული. არ შევნებამდე გადახურეს რა. მის შემდეგ კარი იყო და ვერ გაუძლო. თბილისში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა იუსტიციის სახლის სახურავიც, მასალა, რომელთაც იუსტიციის სახლია გადახურული, მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 9 საათის განმავლობაში ცვიოდა, რის გამოც არსებობდა საშიშროება, რომ გამგებლები დაშავებულიყვნენ. ადგილზე სამაშველო სამსახურის 2 ბრიგადა გამოიძახეს, რომლებმაც შეძლეს დაზიანებული ნაწილების ჩამოხსნა. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს ზარალის დათვლა და ქარის ჩადგომისთანავე დაიწყება სახურავის განახლება. ზარალს ის იტალიური კომპანია ანაზღაურებს, რომელმაც იუსტიციის სახლი ააშენა. ზემოთა მხრიდან არ არის ახდილი მართალია, მაგრამ ქვემოთა მხრიდან რომელიც შეკიდული ჭერი ერტყმის გადახურვა, სასმენო გადახურვას დაახლოებით 40 კვადრატამდეა, დაახლოებით 40-50 კვადრატამდეა ჩამოყრილი და იყო საშიშროება, რომ გადმოცემილიყო და ადამიანებისთვის ზიანი მიეყენა, მაგრამ უკვე შესულები არიან ჩვენი ჯგუფები, უკვე ამას მთლიანად მოაცილებენ ამ საფრთხეს, რომელიც საფრთხეც ყოფილიყო შეიძლება და შესაძლებელი ადამიანისთვის მომტანი ზიანი. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის მეშვიდე ფოთოლი. იტალიური კომპანია, რომელმაც ეს სახურავი დაამზადა, პერმასტელიზა უკვე აქ არის, ასე ვთქვათ, სწავლობენ ამ დაზიანებულ ნაწილს თუ რა ხდება და რა სიტუაციაა და როგორც კი ჩადგება ქარი, მოხდება სარემონტო სამუშაოების დაწყება. საქართველოში არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. ხვალ 25 მარტს დღევანდელთან შედარებით საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო აცივდება და ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. 27 მარტს დღისით ამინდი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ისევ გაუარესდება. არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება 28 და 29 მარტს ისევ წვიმაა მოსალოდნელი. აჭარის რეგიონში ამჟამადაც გრძელდება წვიმა, ქრის დასავლეთის მიმართულების ქარი, რაც იწვევს ზღვის ტალღების გაძლიერებას და მთლიანად დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ეს წვიმები შენარჩუნდება, მთიან რაიონებში მოთოვს, დრო გამოშვებით გაძლიერდება იქ დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც უკვე ხვალ შესუსტებისკენ წავა, ამიტომ დასავლეთ საქართველოში გამოდარება დაიწყება. დღეს თბილისის საბურთალოს რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა ჩატარებული ღონისძიების შედეგად ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით 1969 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. დაკავებულმა 23 მარტს 26 მაისის მოედანზე კაზინო აჭარაბეთის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ ინფორმაცია 112-ს მიაწოდა. სამართალდამცველებმა და გამნაყველებმა გამოძიების შედეგად დაადგინეს, რომ გამოძახება ცრუ იყო. შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა პიროვნების ვინაობა, ვინც საგანგებო სიტუაციების სამსახურში დარეკა რამდენიმე წუთში დაადგინეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გავრეკი 112-ზე და ვთქვი, რომ აჭარაბეთში ჩადებული არის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც 14 საათი ამოქმედდება იმ მიზნით, რომ აჭარაბეთზე შური მეძია და იმათ 500 ლარზე მეტი ზარალი მიდგომოდათ. გადარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებული იქნა სრულ შეტყობინების ავტორი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს ვაკე საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331 მუხლით. ტუბერკულოზთან ბრძოლის დღე ქსნის სასჯელ აღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ტუბერკულოზის სამკურნალო კომპლექსში აღნიშნეს. კომპლექსში მომღერლების, მსახიობების, ჟურნალისტების და სპორტსმენების ის ფოტოები გამოიფინა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გადაიღო. კომპლექსი მოინახულეს სასჯელ აღსრულების მინისტრმა სოზარ სულბარმა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. ქსნის სასჯელ აღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე კომპლექსში ამჟამად 50 მსჯავრდებული მკურნალობს. მკურნალობის სტანდარტი არის ძალიან მაღალი, თავის კვებით, თავის ჩართულობით, წამლებით და რაც თავია ჩართულობით, ანუ პრაქტიკულად ყოველთვის იყო 40-50, ზოგჯერ უფრო მეტი პაციენტი, რომლებიც პატიმარი პაციენტი, რომელიც უარს ამბობდნენ მკურნალობაზე, დღეს ეს რიცხვი არის მინიმალიზებული. რაც თავია, სტანდარტი არის აბსოლუტურად იგივე, რაც სამოქალაქო სექტორში, არაფრით ნაკლები. უერთდები ამ ტუბერკულოზის პრევენციის პროექტს, იმიტომ რომ ნამდვილად ხელი უნდა შეუწყოს ყველამ და ამდროულად მეც ვიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ ისეთი დაავადება, რომელიც თითოეულ ჩვენთანაც შეიძლება უცებ შეემთხვას და ამიტომ დაზღვეული არავინ არ არის და მინდა რომ ეს ყველაფერი იყოს ასეთი დაალაგებული, მოწესრიგებული.
საერთო სასამართლოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ არის ქართველი არის ოცნება, განაცხადა დავით დარჩიაშვილმა. ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის არსებული ვერსიის მიღება ხელშეუშლის ქვეყნის ევროპასთან და ნატოსთან დაახლოებას. დავით დარჩიაშვილს ამის დამამტკიცებელ ფაქტად ჟოზე მანუელ ბაროზოს წერილი მოყავს, სადაც ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ მიღებულ კანონპროექტში საქართველოს უნდა გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. დარჩიაშვილის განცხადებას უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი თვითონ პრეზიდენტია და სწორედ ამიტომ არ უჭერენ მხარს მას უმცირესობა. ჩვენ შეიძლება გაგვირთულდეს ასოცირება ევროკავშირთან, ჩვენ შეიძლება გაგვირთულდეს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირთან. და გარწმუნებთ, რომ ევროკავშირის ბაზარი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საინტერესოა ქართული ინტერესებისათვის, ვიდრე ეს არის რუსული ბაზარი. მაგრამ სამწუხაროდ ქალბატონებს წულუკიანს, ხიდაშელს, ბესელიას ეს არ ესმით, ან არ აინტერესებთ. საქმე ეხება იმას, რომ ორი უმნიშვნელოვანესი დაასკვნა ვენეციის კომისიისა, რასაც ეყრდნობა სახალხო პარტია. არის შემდეგი: ერთი, პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად ნუ შეცვლით სასამართლოს ხელმძღვანელობას. და მეორე, თუ კი გადაწყვეტთ, რომ მომავალში სხვანაირად იქნას სასამართლოს ხელმძღვანელობის ნაწილი არჩეული პარლამენტის მხრიდან, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ოპოზიციის აზრიც. ეს აბსოლუტურად თითქოს გამოწვეული შეფასებები ვითომ და იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები და ექსპერტები სასტიკად ეწინააღმდეგებიან ვითომ და ამ ცვლილებებს, რაც არის ჩემი აზრით აბსოლუტურად ცრუ შეფასება, ყალბი შეფასება, უამრავი შეფასება მოვისმინეთ ჩვენ საწინააღმდეგო ამ დღეების მანძილზე. ჩვენ ველოდებით ვილნიუსის სამიტს, ვერავით არის ინსინუაციები, ბინძური, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად უგორებს ქართულ სახელმწიფოს. უკვე მე ესე უყურებ აბსოლუტურად ამას, ჩვენ ვერ შეგვაფერხებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიდერლანდებში გამგზავრებამდე საპარლამენტო უმცირესობის წევრებს უპასუხა. მაია ფანჯიკიძემ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ისაუბრა და ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პრობლემის წარმოქმნის შესაძლებლობა გამორიცხა. ფანჯიკიძის განმარტებით ხელშეკრულების ძირითადი ტექსტი მიღებულია და ახლა საპროცედურო საკითხები თავად ევროკავშირის შიგნით დარჩა განსახელველი. ნაციონალური მოძრაობის წევრები ვარაუდობენ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ვენეციის კომისიის დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ და იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა შესაძლოა ამ ფაქტმა პრობლემები ევროკავშირის ხელშეკრულების მიღებასაც შეუქმნას. ასოცირების ხელშეკრულებაში არავითარი პრობლემა არ იქნება. ჩვენ გეგმაზომიერად დავამთავრეთ მუშაობა ტექსტზე, ეს იყო გასულ კვირაში, პარასკევს დამთავრდა ეს მუშაობა. ეხლა არის საპროცედურო საკითხები გასავლელი თავად ევროკავშირის შიგნით, იმისათვის, რომ ვილნიუსის სამიტამდე მოესწროს პარაფირება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ვიზიტით ნიდერლანდებში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე თავის კოლეგას შეხვდება, რომლის დროსაც საუბარი შეეხება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითად მიმართულებებს. ასევე განიხილება ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირი ნიდერლანდებში ვიზიტის დროს სიტყვითაც გამოვა და საზოგადოებას საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და რეფორმებს გააცნობს. შეხვდები საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს. მექნება შეხვედრები პარლამენტის ორივე კამერაში. გარდა ამისა, მექნება საჯარო გამოსვლა კლინგენდაილის ინსტიტუტში და ლაიდენის უნივერსიტეტში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნიდერლანდებში იხსნება საქართველოს ორი საპატიო საკონსულო. არაფერი არ შეცვლილა ჟენევის ფორმატში, გაიმართება ისე, როგორც იმართებოდა წინა რაუნდები. იქნება პირველი სამუშაო ჯგუფის და მეორე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ერთადერთი რაც შეიცვალა, ეს არის მთავარი მომლაპარაკებელი, იგი იქნება ეხლა დავით ზალგალიანი. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელთან სულხან ზუმბერიძესთან ერთად ვეტერან ენერგეტიკოსებს შეხვდა. მინისტრმა ვეტერანებს ენერგოსექტორში მუშაობის 60 წლის იუბილე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. პირველ რიგში მინდა მიულოცა ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ დაბადების დღე, ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ ადამიანების გვერდით, ადამიანებმა, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს საქართველოს ენერგეტიკის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ენერგოუსაფრთხოებისთვის და კიდევ ერთხელ მინდა მიულოცა დაბადების დღე, უსურვო თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა
დიდხანს სიცოცხლე და ყველაფერი საუკეთესო. მინისტრის ჩვენთან მოსვლა ეს არის ჩვენი დაფასება დიდი ძალიან მთელი ენერგეტიკული სისტემის დაფასება და სათითოოდ ენერგეტიკოსების აგრეთვე ვეტერანების როლებიც უკვე ვეღარ მუშაობენ. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ განსაკუთრებით ენერგეტიკოსები და ვეცდებით რომ უფრო უკეთესად იმუშაოთ და გავაკეთოთ საქმე. აქცია დარგის შენი მომავალი გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამწვანების კვირეულის პირველი ეტაპი დაიწყო. მინისტრმა ხათუნა გოგოლაძემ თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა და ახალგაზრდებმა უნივერსიტეტის ეზოში სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგეს. ღონისძიების მიზანს ბიომრავალფეროვნების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებისთვის ხის დარგვის, მოვლისა და მისი აუცილებლობის სწავლა წარმოადგენს. აქციის ფარგლებში სტიქით დაზარალებულ რაიონში 1000, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 20,000 ენერგიის დარგვა იგეგმება. გამწვანების აქციას გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებს. აქციის სახელწოდება არის დარგი შენი მომავალი. შინაარსობრივად სახელწოდებიდან გამომდინარე ამის მნიშვნელობა ძალიან დიდია. აღარაფერს საუბრობ, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ხეების დარგვა, მაგრამ ის რომ შენ თვითონ დარგავ, შენ თვითონ მოუვლი, მიხედავ საკუთრების განცდასაც ზრდის ადამიანებში და აი ამის ჩვევაში გადატანა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საჭირო აქცია წამოიწყეს და დაიწყო თელავის რაიონში, იმიტომ რომ იცით გასულ წელს ზაფხულში იყო დიდი სტიქია, უამრავი ხე წაიქცა ამ სტიქიის შედეგად და აქტიურად ჩვენი მწვანე საფარი აღსადგენია და უკვე დღეს გადავდგით პირველი ნაბიჯი. მოვუწოდო ყველა ახალგაზრდებს, ჩემ ხელებს, ჩემზე დიდებს, ჩემზე უმცროსებს, რომ სულ ყველა მიიღოთ ასეთ აქციაში მონაწილეობა. თუ არ იქნება აქციები, ყველა თავისი ნებით დარგას, რომ ერთი ხე მაინც, რადგან ის გამოადგება მას არა მარტო მას, მშობლებს, შვილებს, მოვალთაობას. ბათუმის ზღვის სანაპიროებზე შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიკარგა, მისი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. გარდა ამისა, ბათუმის ახალ ბულვარში ძლიერმა შტორმმა საფეხმავლო ბილიკი წაიღო. ქობულეთში კი თამარ მეფის სანაპიროზე 40 მეტრიანი ნაპირდამცავი ნაგებობა ძლიერმა ქარმა წაიღო. დეტალებით ბათუმიდან პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ნათია როყვა გვერდება. ნათია, გისმენთ. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 53 წლის მამაკაცი, რომელიც გუშინ სარფის სანაპიროზე თევზაობდა და ხუთბალიანმა შტორმმა მიიტაცა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ზღვაში შესვლას და დაკარგული ადამიანის ძებნას უამინდობის გამო ამ დრომდე ვერ ახერხებენ. რაც შეეხება ქობულეთის რაიონს, თამარ მეფის გამზირზე ფაქტობრივად ზღვა სანაპიროს გარეშეა დარჩენილი, ასევე დაბა ჩაქვში რამდენიმე ადამიანის სახლს შეუქმნა პრობლემები მოვარდნილმა შტორმმა. ადამიანები დახმარებას ითხოვენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი კი ჯერჯერობით უამინდობის გამო ზარალის დათვას ვერ ახერხებს. საშინელი ტალღები იყო, საშინელი მთელი ღამე არ გვიძინია. საძირკველი გამოაცალა, სხვა მძირი გამოუღო. მთელი სახლი თითქოს ნავში იჯეკი, გადიოდა შემოდიოდა. საშიშიან საღამოს საათებში როგორ უნდა გავითიოთ ღამე, ყავს ავადმყოფი. მოხუცებული ლოგიზი რომ რამე მოხდეს, საუნდა გადავიყვანოთ. ძალიან შაშის მდგომარეობაში ყავს ორი ბავშვი. არასრულწლოვანები. ხოთ რომ დაგვეხმაროთ. დაახლოებით 30-40 მეტრი ნაპირდამცავი ნაგებობა მოხსნილი და წაღებული აქვს ზღვას. ტროტუარებზე თამარ მეფის სანაპიროზე არის რთული სიტუაცია იმის გამო რომ ამოტანილია ხრეში და დაზიანებულია გარეგანათების ბოძები და მთლიანობაში სისტემა თავიდან აღსადგენი იქნება. აჭარის რეგიონის გარდა შტორმია გურიაში, ურეკის სანაპირო ზოლზე მდებარე ყველა დროებითი შენობა ნაგებობა ზღვის ტალღამ მიიტაცა. მოსახლეობას ასევე პრობლემები შეექმნა, მოსახლეობის ადამიანების საცხოვრებელ სახლსაც შეექმნა ურეკში პრობლემები. ისინი ამბობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მსგავსი ძლიერი ტალღები არ უნახავთ და მოსახლეობა ითხოვს ასევე დახმარებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. შტორმის შედეგად წაღებულია რამდენიმე დროებითი ნაგებობები, ასევე წაღებულია ადგილობრივი ხალხის კატერები და ნავები, რამდენიმე, რომელიც არ ჩანს. ალბათ ჩაძირა უკვე წყალმა და დიდი ზარალი აქვს მოსახლეობას. ამითინ არის საქსაარსებო, რომ თევზაობენ, მეტი არაფერი შემოსავალი არ გვაქვს ზამთარში. უამინდობის გამო ქობულეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს დილიდან არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და რამდენიმე წუთის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით ელექტროენერგიის მიწოდება უკვე მოსახლეობას აღუდგა. ამ დროისთვის მხოლოდ მოსახლეობის 70%-ს
პირდაპირ ეთერში ბათუმიდან ჩვენი კორესპონდენტი ნათია როყვა გვერდებოდა. მადლობა ნათია. საქართველოს პოსტა პროგრამული უზრუნველყოფის ახალ მოდელზე გადადის, რაც ფინანსური აღრიცხვის მეთოდს გააუმჯობესებს. ახალი ტექნოლოგია ხელს შეუწყობს საქართველოს პოსტის მომსახურების გაუმჯობესებას. შესაბამისი ტრენინგი პოსტის დასავლეთ საქართველოს სერვის ცენტრების ხელმძღვანელებს ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის შენობაში ჩაუტარდათ. მომავალ კვირას მსგავსი ტრენინგი აღმოსავლეთ საქართველოს სერვის ცენტრების ხელმძღვანელებისთვისაც არის დაგეგმილი. ვნერგავთ ახალ პროგრამულ სისტემებს, არსებული კომპლექსური პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლა ხდება და რეორგანიზება, ვნერგავთ ახალ მოდულებს. დღეს კონკრეტულად გვაქვს ახალი ფინანსური აღრიცხვის სისტემის მოდულის პრეზენტაცია, მოწვეული ყავს დასავლეთ საქართველოს ფილიალების წარმომადგენლები. დღეს გვიტარდება ტრენინგი, ძალიან დროული, ძალიან საჭირო. ვეცდებით, რომ პოსტის მუშაობა უფრო მეტად წავიდეს წინ და ყველანაირად ვცდილობთ ახალი სტანდარტებით, ახალი პროგრამებით ვიმუშაოთ და მაქსიმალურად ვეცდებით ჩვენს მოქალაქეებს მომსახუროთ კეთილსინდისიერად. სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში 7,000 ლარი ვანის რაიონში დაიხარჯება. ეს ინფორმაცია სოფელ სალხინოს მოსახლეობას პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ თავად მიაწოდა. დეპუტატი ადგილობრივებთან შეხვედრისას რაიონში არსებულ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას მათ მოგვარებაში დახმარებას დაპირდა. სოფლის განვითარების პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 50 მილიონი ლარია გამოყოფილი. სოფლებში ხვდები მოსახლეობას ამ პროგრამასთან დაკავშირებით და მათთან ერთად გვინდათ განვიხილოთ თუ რა პრობლემურ საკითხებზე უნდა დაიხარჯოს სოფელში აღნიშნული თანხა. ანუ სოფელმა უნდა გადაწყვიტოს თვითონ რა თანხა. გარდა ამისა იქნება საუბარი იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც ბატონ მიძინა ივანიშვილის მიერ იყო დაანონსებული არჩევნების წინააღმდეგ ჩვენ საარჩევნო პროგრამაში. ეს იქნება ხვნათესვა, მექანიზატორების საკითხები და ასე შემდეგ. ანუ ყველა ის საკითხი, რომელიც აინტერესებს მოსახლეობას. ნელევანია რა თქმა უნდა, ახლა რადგან მაცხოვრებლები ვარ ჩვენ სოფლის თუ რაიონის თუ ქალაქის, უნდა ვიცოდეთ თქვა რა ხდება ჩვენ სოფელში, რაიონში, რა გაკეთდება, ხალხი უნდა იყოს ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ ამ თანხა ირიცხება და რას უნდა მოხმარდეს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ რევს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა და დღევანდელი დღეს განსაკუთრებულობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მეშვიდე მსოფლიო კრება სწორედ ამ საკითხზე იყო მიწვეული. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ შეიძლება ხატის თაყვანისცემა, რადგან ამას კერპთაყვანისმცემლობად თვლიდნენ. ეს არ არის კერპთაყვანისმცემლობა ყოველი ხატის საშუალებით, ჩვენ თაყვანს ვცემთ პირველ სახეს, თვით წმინდანს, აღნიშნა პატრიარქმა. მისივე თქმით, ხვალ 12 საათზე ავტოკეფალიის აღდგენის აღსანიშნავად ღვთისადმი მიწყნილი სამადლობელო პარაკლისი შესრულდება. მადიდებლობა არის ის სარწმუნოება, ის საფრთხო წვლილი და ის საფრთხო გადმოცემა და სოფლიო კრებების დადგენილებები, რომელსაც აღიარებდა მთელი მსოფლიო, როცა არც კათოლიკები, არც პროტესტანტები, არც ფები. როცა იყო ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აი იმის მოგერები ვართ იმას ვცემთ ჩვენ თაყვანს და ეს ვიფარავს ჩვენ. აი ამიტომ რომ ევროპაში, ამერიკაში და სხვა კონტინენტებზე მრავალი ადამიანი გადმოდის მართლმადიდებლობაში და შეიქმნა ეპარქიები. ეს იყო ახალი 6-ე სამშაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.